მოგესალმები. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც იყო ატვირთული არღზე 20 დიაბრადნა 20 და უკან. წამყვანს ამ შოუს სტუმრად ყავს სტივენ გრირი და ის ლაპარაკობს ისევ მოვლენებთან, რომელიც დაკავშირებულია უპილოტო საფრენ აპარატებთან და ისევ ამოუცნობ თემებთან. ხო და დავიწყოთ. დღეს არის თემა ისევ დაბრუნება გახსნისა და წამყვანი ეკითხება რა ხდება ჩვენ პლანეტაზე დღეს. თქვენ ახალ ნახეთ ტრეილერი ფილმთან ბრძოლა გახსნისთვის. ჩვენ სტუმრად ყავს დამფუძნებელი გახსნის პროექტი გახსნისა პროექტი გახსნა პროფესორი დოქტორი სტივენ გრირი და დაფუძნებელი აკრძალული ცოდნებისა ბილი კარსონი. ჩვენ გვექნება პირდაპირ ეფირი. წამყვანი ამბობს, მოდით ახლა დავიწყოთ, იცით რომ ახლა მიდის ბრძოლა გახსნისთვის. გახსნა არის ჩვენ ხელში. ახალმა პრეზიდენტმა, რომელიც მალე ჩაუდგება სათავეში თავის უბრალოდ ძალაში შევა თავის თანამდებობაში, ჩაიბარეს მართლისადავეებს, უკვე საქმე სკურშია. დოქტორი გრივერს სტივენი, რომელიც იმყოფებოდა ვაშინგტონში, ჰქონდა ურთიერთობა, კონტაქტი ოფიციალურ პირებთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და იცის რა იქნება შემდგომში. მოდით დავიწყოთ დოქტორ სტივენ გრირიდან. მას რა ხდება ამ უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით? ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. სტივენ გრირი, მოდით ცოტა მოყვეთ ამაზე. ყველაფერი დაიწყო რამდენიმე თვის უკან, როდესაც ჯგუფი, რომელიც ჩამოშორდა ოფიციალურ რაღაც ბაზებს, მაგალითად სამხედრო ნაწილებს, რომლებიც თვლიან, რომ საჭიროა მოქმედება, მაგასაც ხეს რომ განცხადებას გააკეთებენ იანვრის დასაწყისამდე, წარმოადგენენ, ესე იგი, გამოაქვეყნებენ ინფორმაციას დამამტკიცებელი საბუთებით 6 საიდუმლო ობიექტზე, რომლებიც იყვნენ ჩათრეული, რომლებიც იყვნენ გააქტიურებული ბრძანებით უცხო პლანეტელების ხომალდების განადგურებაზე და ამ ხომალდების უკანა აწყობაზე. უკანა აწყობა, ვინცაც არ ისმის, მაგათთვის ახსნი, ეს როდესაც შლიან რამე ობიექტს, შემდეგ რომ ისწავლონ თუ როგორ აწყობილი და შემდეგ ისევ აწყობენ. ამას ქვია უკანა დაშლით. ობიექტის შესწავლა უკანა დაშლით. უფრო მეტად ხალხი ხედავს ხელოვნურ NLO-ს და ამის შესახებ იცის ტრანსნაციონალურმა კორუმპირებულმა ორგანიზაციამ, რომელიც მართავს, ხელმძღვანელობს NLO-სთან დაკავშირებით საიდუმლო პროგრამებით. და მათ შეუძლიათ ანდევნონ თვალი დაშიფრული ბლოკის დახმარებით და ახლა ისინი მოქმედებენ უბრალოდ ჩართეს თავისი
დაგეგმილი პროგრამა, რომელზეც იყო საუბარი 1990-იან წლებში. ეს არის სერია ყურადღების გასაფანტად მოწყობილი მანევრები და პროვოკაციები, რომ წვინიაურიონ საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს და პენტაგონი ენლეოსთან შეფარდებაში, თუ რას წარმოადგენენ ისინი. ამიტომ ამ უპილოტო საფრენი აპარატების запуск გაცალ საფრენი აპარატების ამდენი გამოჩენა რასაც თქვენ ხედავთ ამერიკაში დაიწყო მაგის შემდეგ რაც მე დაბრუნდი დიდ ბრიტანეთში და ჩავატარე ბრიფინგი მაღალი ამ ქვეყნის ესე იგი ინგლისის მაღალი ეშელონებისთვის ბრიფინგი ეხებოდა გახსნის ინფორმაციას რომელიც გახდება ყველაზე უმნიშვნელოვანი მოვლენა დედამიწაზე და კაცობრიობის ისტორიაში. ვინც მონაწილეობდა საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში, მათი სახელები იქნება აღიარებული, იქნება წარდგენილი მტკიცებულებები, რაც უნდა მოხდეს 30 დღის განმავლობაში ან მიახლოებით ამდენი ხანი. უპილოტო საფრენი აპარატები ეს არის ყურადღების დასაფანტი მანევრი. ეს უპილოტო აპარატები არის ზუსტად არ არის არამიტერი და არ არის ენლეო. ახლა კულტურაში გამოიყენება ტერმინი ენლეო, რომელიც ნიშნავს არაადამიანურ გონებას. ვარაუდობთ, რომ მათ აქვთ, ვარაუდობთ კი არა, ნამდვილად მათ აქვთ მიწისქვეშა და მიწის ზედაპირზე საიდუმლო ობიექტები ან როგორც ზოგი ამბობს სამხედრო მიწისქვეშა ბაზები, სადაც მათ შეუძლიათ ასეთი ობიექტების გაშვება და შექმნან პანიკა, ღელვა და შიშები და ამდენგვარი პრობლემები. ახლა ამის შესაქმედ ლაპარაკობენ ყველა და ჯგუფი აპირებს ფაქტების გაასაჯაროებას და რეალური ინფორმაციის გახსნას, ასე რომ ეს არის ფსიქოლოგიური ოპერაცია. ჩვენ ეს ვიწინასწარმეტყველეთ 25 წლის უკან. მე რამდენიმე წლის უკან დავწერე წიგნი, სადაც აღვნიშნე, რომ მსახიობები, როდესაც რომოვა, შეეცდებიან თავისი გეგმები, აქ მსახიობი ბიჭყალებშია, თავისი გეგმები აღისრულონ და ისე მოიქცნენ თითქოს და ხდება უცხოპლანეტელების შემოჭრა. მათ უნდათ გააჩაღონ ომი, მესამე მსოფლიო ომი და ბიუჯეტი გაზარდონ $3 მილიონ-მდე, რომ შექმნან თითქოს უცხოპლანეტელებთან საბრძოლველი დაჯგუფება, ორგანიზაცია. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი გეგმა იყო შემუშავებული ცერეუს მიერ, ამერიკის სადაზვერვო მმართველობის მიერ და ეს იყო 1953 წელი, როდესაც ასეთი გეგმა შემუშავდა. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, რომლებიც ამას ამტკიცებენ და მაგის რეალიზება არ მოხდა მხოლოდ მაგიტომ, რომ 50-იანი წლების ბოლოს დაიწყო მრავალწლიანი ფსიქოლოგიური ოპერაცია, რომლის დროს ამ რაღაც დროის მანძილზე იყო შექმნილი ხელოვნური ენლეო. შემდეგ იყენებდნენ ადამიანებს შეცვლილი ცნობიერებით, რობოტები, უცხოპლანეტელები, ადამიანების გასატაცებლად და ტერაქტების ორგანიზაციით, მასეთი როგორც სხეულის დაზიანება,
ზოგჯერ ისინი აგზავნიდნენ ამ NLO-ს განვითარებულ, უბრალოდ გასავითარებელ იმ ქვეყნებში, სადაც არ არის განვითარება იმ დონეზე, რომ რადგანაც არის საჭირო, ის სოფლებში აგზავნიდნენ ამ NLO-ს საფრენაპარატებს, სადაც იმ რეგიონებში და რაიონებში, სადაც ხალხი ნაკლებად იყო განვითარებული. აფეთქებდნენ სრულიად მთელ სოფლებს, მთლიან, ესე იგი, სოფლებით იმ სოფლებს, მთლიან სოფლებს აფეთქებდნენ სრულიად ყველას ანადგურებდნენ. ყავთ მოკლული ათობით ადამიანი, ასობით ადამიანი. ახლა კი ჩვენ ყავს ხალხი, ადამიანები, რომლებმაც ეს იციან შიგნიდან, ესე იგი ჩვენ ტრეშში. და ახალმა პრეზიდენტმა ამის შესახებ არ იცის, კონგრესმაც არ იცის და 99.9%-ისა პენტაგონისა მაგათაც არ იციან, მაგრამ ეს არის ის, რაც საჯაროდ იქნება თქმული და ჩვენ არ ვიცით რა წურმანები იქნება ამ დროს გასაჯაროებული, მაგრამ ეს იქნება მტკიცე ზუსტი მტკიცებულებები და ფაქტები იმისა, რომ მაგათმა დათანხმდნენ, თავისთავი გახსნან, გასაჯაროვონ, დაასახელონ თავიანთი სახელები. მე ამის შესახებ გავიგე რაც 2 კვირის უკან, მე მინდა გითხრა თქვენ, რომ ეს ვიდეო ატვირთულია ამ წლის 11 დეკემბერს და ესე იგი ინგლისურ ენაზე ვიდეო იქნებოდა უფრო ადრე ატვირთული, ესე იგი ეს არის ახალი ამბავი. ამიტომ კი სკეპტიკოსებმა არ მეჩვენთ ამას ყურადღება, მაგრამ თუ თქვენთვის სულერთი არა, ხვალ როგორი ცხოვრება იქნება და რა მოხდება დედამიწაზე, მე მგონია სულელი უნდა იყო, რომ ამ მოვლენას ყურადღება არ მიაქციო, თუმცა ძალიან რთული დასაჯარებელია. ახლა კი ვაგრძელებთ. თუ მოწმეებს ამ პიროვნებებს, რომლებსაც უნდა თავის გახსნა, მანამდე არ მოკლავენ, ნახოთ რა იქნება. მე მინდა ამ ეს ინციდენტი ავარიდო ამ ხალხს თავიდან. მე ვხუმრობ, მაგრამ მე გახდი კოსმოსური ნახევარ რივერი, რომელიც აფრთხილებს მთელი სოფლიოს მასშტაბით ყველა ლიდერებს. წამყვანი იცი, ახლა ძალიან დაძაბული პერიოდია, რაც ხდება მედიაში, არის სიგიჟე. თუ დააკვირდებით ამ თემებს როგორ წარუდგენენ ხალხს, ხო, ჩვენ არ ვიცით რა ხდება, მაგრამ ისინი ჩვენ არაფერს დაგვიშავებენ და სტივენ გრეი, ჩვენ ვიცით ისინი ვინ არიან და რატომ არიან აქ. დღეს პენტაგონში კონფერენციაზე იყო ერთი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ლაპარაკობდა, მაგრამ ხალხი ამბობს, რომ ის იტყვებოდა, მაგრამ უკაცრავად ის არ იტყვება, რადგან მე უკვე 30 წელია ბრიფინგებს ვატარებ სამარშხავიანი გენერალებისთვის და ЦРУ-ს დირექტორებისთვის. ამ კვირას, როდესაც მე პირველად ვატარებდი ბრიფინგს ЦРУ-ს დირექტორისთვის და მან როდესაც არ იცოდა არაფერი ამის შესახებ, მას ატყუებდნენ. ხალხი დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც გონია თუ მუშაობენ სამინისტროში, ЦРУ-ში ან კიდევ რამე თანამდებობაზე, თქვენ ყველაფერი იცით. არა, 99.9%-ისა იმ ხალხისა, ვინც მუშაობს ამერიკის ხელმძღვანელობაში, ადმინისტრაციაში, საერთოდ სამთავრობო ორგანიზაციებში, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფოს, ესე იგი სახელმწიფო სტრუქტურაში ვინც მუშაობს, ამათგან 99.9% ამათგან მithumedes ჩვენი პოლიტიკური ლიდერები მაგასმა პრაქტიკულად არაფერი არ იციან ამის შესახებ.
და რაც იციან ეს მეთხე ნაწილია იმ დეზინფორმაციისა, რომელსაც მათაც ვწიან, აქედან შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ნაწილი სიმართლისა, ჩვენი ესე იგი ინფორმაციის წყარო, რომელიც არის სამხედრო ელი, იყო მოწმე იმისა სპეც ნაზელები როგორ იტაცებდნენ ხალხს, რომლებსაც შედგომ ექსპერიმენტებს ატარებდნენ და ვინც იყო დეზერტირები, იყო ამის ნაწილი და ისინი ძალიან ცუდად ომბენ თავს ამის გამო და ისინი აპირებენ გასაჯაროებას ამ დამნაშავეთა ჯგუფისა. ეს იქნება ყველაზე დიდი გახსნა, გასაჯაროება მოღალატეებისა და ინფორმაციისა თანამედროვე ისტორიაში ამის გადიდების გარეშე და ფილმი ბრძოლა გახსნისთვის, რომლის სახელის მოგონებაში მე თქვენ დაგეხმარეთ, არის მნიშვნელოვანი დასახელება, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ. ეს არის ბრძოლა, რადგან იმის შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი გასაჯაროვდება, დაიწყება ნამდვილი ბრძოლა, ნამდვილი ომი. როგორ მოიქცევა ახალი პრეზიდენტი, რას გააკეთებს კონგრესი. გავაგრძელებთ ჩვენ თუ არა ნეგატიური ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც შეიცავს უფოლოგიის 90%, გადაცემები, დაშავებები და კარგი უცხოპლანეტელებისა. ცუდ უცხოპლანეტელებზე, როგორც რუხები, ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა კონტრრაზვედკის დახმარებით და ფსიქოლოგიური ოპერაციების დახმარებით. თუ ეს მასე არის, ჩვენ ვართ საპლანეტო შორისო კონფლიქტში. თუ ჩვენ ამ სიცრუეს გავაჯაროვებთ და შევძლებთ ამ საქმის გახსნას, მაშინ ჩვენ გადავავთ იმ დროში, რომელსაც უძახიან ოქროს საუკუნე. მარტო ტრამპი არ ამბობდა ამის შესახებ. მე როგორც მედიტაციის მასწავლებელი დავიწყე საუბარი ახალ ოქროს ხანაზე, კიდევ 1963 წელს, 40-50 წლის უკან და აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ინფორმაცია გამოდის სინათლეში და ტექნოლოგიები გამოიყენება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის, რომ აღმოართქვიო სიღარიბე, დედამიწაზე შექმნა 64 და ეკოლოგიის პრობლემებს მივხედოთ. უფასო ენერგიის დახმარებით აგრეთვე დავიწყოთ პროგრამა, რომლის ჩარჩოში ჩვენ მშვიდობიანად გვექნება მშვიდობიანი ურთიერთობა ამ არამეტიერ ცივილიზაციებთან და არანაირი სურვილი არ გვექნება მათი განადგურების და ყველაზე უბრალო გზა არის ამ ინფორმაციის გახსნა, თუმცა მე ამის გასაკეთებლად წამივიდა 31 წელი, 33 წელი, მაგრამ ნამდვილი ბრძოლა გახსნისთვის მხოლოდ ახლა იწყება და კითხვა რაში შედგება. ჩვენ ამაზე როგორი რეაგირება გვექნება? თუ ეს იმპულსი, გახსნის იმპულსი თუ ამას გამოიყენებენ დასაჩინებლად, მაშინ რომლებიც ეს ყველაფერი არის იქნება მიმართული დასანგრევად, კონფლიქტების გასაჩაღებლად, ეს იქნება 1000-ჯერ უარესი ვიდრე კოვიდი. აი რას ვამბობ მე იმ ხალხზე, რომლებიც მოვლიან ხელისუფლებაში, რომლებიც მოყვებიან ახალ პრეზიდენტს, მე შემეძლო იგივე ხმას ბაიდენზე. ეს არის არაპარტიული ცდელობა,
თუ ყველაფერი წავიდა სხვაგვარად, ეს შეიძლება მოხდეს, გახდეს გამაერთიანებელი და ყველაზე სასიამოვნო მომენტები კაცობრიობის ისტორიაში. მე მგონი თქვენ ნანახი გაქვთ ჩემი სიტყვით გამოსვლა, რომლებიც მე დავწერე სხვადასხვა ლიდერებისთვის. მე თქვენ გამოგიგზავნეთ ის წარსულ კვირას, როგორც მე მესმე თქვენ შეგიძლიათ მაგის გასაჯაროება, მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს მართლა არის ბრძოლა გახსნისთვის და როგორ განვითარდება ამის შემდეგ ყველაფერი და ეს ყველაფერი კაცობრიობის სასარგებლოდ შემოbrunდება თუ ამას მოყვება პანიკა, დადანგრება. ისინი ვისაც ახლა უნდათ ომი, პანიკა და დაანგრევა, სინამდვილეში მათ უნდათ ამის დაჩქარება. ბრძოლა იწყება საინფორმაციო ომიდან, ეს არის ფსიქოლოგიური ომი და ეს მოვლენები უპილოტო საფრენ აპარატთან დაკავშირებით ამ სისტემას აღიზიანებს ნერვებს. წამყვანი ეკითხება სტივენ გრილს. საინტერესოა ეს ყველაფერი რატო ხდება ახლა, როდესაც მოვიდა ახალი პრეზიდენტი, ვინ იცის როგორ საბოტაჟურ მომენტებს, რომელიც საბოტაჟო მომენტებით ხელმძღვანელობენ ისინი ამ დროში. ეს არის სიგიჟე, მაგრამ მოდით ახლა ვნახოთ ექსკლუზიური ჩანაწერი დოკუმენტური ფილმიდან ბრძოლა გახსნისთვის. წამყვანი მიმართავს ბილი კარსონს, მოყევიო, გაზსახართო ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. მე ვიცი რომ თქვენ რაიონში ხალხი ხედავდა ამ უპილოტო საფრენ აპარატებს. რა ზრისახარ თქვენ? ჩემი პირველი აზრი იყო ის, რომ მაგენით ცდილობენ კონტროლი გაუწიონ სიტუაციას, როდესაც მედია იწყებს ლაპარაკს ამდაგვარ თემებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს თითქმის სცენარია, მაგრამ ეს სინამდვილეში მართლა სცენარია და ყველგან მედიაში იწერება ერთ და იგივე და ლაპარაკობენ ერთ და იგივეს. ან რამე ამდაგვარს, რა სახელით არ უნდა დაარქვათ ამას და თქვენ რაც დღეს ხდება, ეს არის ხელოვნური დადგმა და დაგეგმილი. ყველაფერი არის დაგეგმილი. მათ სინამდვილეში აქვენ იდეა გზნობისა, რომ აპირებენ ამის უღირსი საქციელით ამის გაკეთებას და თან ისინი კითხვას უსვამენ საკუთარ თავს, თუ როგორ შეიძლება, რამდენი ფული შოვნა შეიძლება ამ სიტუაციის გამოყენების დროს. ისინი უკვე ნამყოფი არიან ყველა ქვეყნებში და იქ ჩაატარეს დემონსტრაცია და იქ ჩაატარეს პერევაროტე ბევრ ქვეყნებში უკაცრავად ჩამოაგდეს ძველი ხელისუფლება. მათ არ აქვს ბანკები, რომლებიც შეიძლება სხვა ქვეყნებში დაფუძნო. ბოლო ინსტრუმენტი დარჩათ მათ ეს კოსმოსური გონკა, ესე იგი კოსმოსური ლიდერობა, ასე ვთქვათ. მაგასმა დაიღალეს, რადგან მათ აბრალებენ 3 მილიარდი დოლარის დაკარგვაში, რომელიც იკარგება ყოველ კვარტალში და ვერ მოულობენ ამ ფულს. ახლა მათ ექნებათ გასამართლებელი საბუთი თუ სად მიდიოდა ეს ფული და ისინი ამბობენ, ნახეთ ჩვენ ამ ფულს რა გავუკეთეთ და ეს მიღებულია ჩვენ ვქნით კოსმოსურ იარაღს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ დედამიწა გარე ძალებისაგან. ბევრი სახელმწიფოური კონტრაქტებით დადებული სახელმწიფო მრავალ სახელმწიფო შორის იქნება
გადაცემული ამ კერძო კომპანიებს და ჩვენ ცნობა არ გექნება მათ დოკუმენტაციებთან, რომ გავიგოთ თუ სინამდვილეში ისინი რას უკეთებენ ჩვენ ფულს, სადმე აქვენ ეს ფული. რადგან ეს არის კერძო ინფორმაცია. შემდეგ ისინი დებდნენ იქნება სულ ტონა ფულს პროექტებში, რომლებიც არასდროს მოიტანენ დიდ როგორ ვთქვა შემოსავალს. ბევრი მათი პროექტები არ იქნება რეალიზებული, მაგათ ყოველთვის ექნება გასამართლებელი საბუთი თუ რომელიმე კონკრეტული პროექტი ჩავარდა, მაგრამ იგინი განაგრძობენ იქნება მილიარდ და მილიარდი დოლარების ჩაჯიბებას. ტოპ მენეჯერები და ხელმძღვანელები იღებდნენ იქნება დიდ ხელფასებს და შემდეგ იტყვიან ეს პროექტი ჩავარდა. ჩვენ კი გვჭირდება კიდევ რამდენიმე მილიარდი ან რამდენიმე ტრილიონი, რამდენი თანხაც არ უნდა იყოს და ჩვენ დავიწყებ სხვა პროექტის შექმნას, სხვა იარაღის შესაქმნელად და ასე გავა აწლეულები და სანამ არ გამოწოვენ ყველა ფულს ამერიკის მთავრობას, ისინი მართლა გამოწოვენ ამ ფულს პირდაპირ გაგებით, ხალხის მოტყუებით. ამ უპილოტო ისტორია ზუსტად მაგისთვის არის შექმნილი, რომ ეს სიტუაცია გააკონტროლონ და ეს მხოლოდ პრელუდია იმისა, თუ ისინი სინამდვილეში რას აკეთებენ, რის გაკეთებას ცდილობენ. წამყვანი ამბობს, რომ ხელისუფლება და ფული ეს მათთვის მთავარია, რადგან მათ უნდათ ყველაფერი ხელში ჩაიგდონ და ეს მოსმენებები, რომლებიც ხდება ელეოსთან დაკავშირებით, ამოუცნობ ობიექტებთან დაკავშირებით, ფილმში ჩვენ ვამბობ, ჩვენ ველაპარაკებით მოწმეებს, რომლების დამოწმება წარმოადგინა დოქტორმა სტივენ გრინმა, ამ ლეონთან დაკავშირებული მოსმენებზე, რატომ არ საუბრობენ მოწმეებსთან, რომლებმაც ნახეს ეს ყველაფერი, რატომ ეკონტაქტებიან იმ ხალხს, რომლებმაც მხოლოდ სმენით ჭორებით იციან, ჭორის ზონეზე ამის შესახებ. სტივენ გრინი ჯერ ერთი მათ მიმართეს ისეთმა ხალხმა, რომლებიც საქმიანობენ დეზინფორმაციას ავრცელებენ, საქმიანობენ დეზინფორმაციის გავრცელებით. მეორე ის, რომ მაგაც არ სურს სიმართლის გაგება და მე ნაძვრის კომიტეტისთვის ალბათ ეს დაცვა არ ვიცი, ამიტომ თარგმანისგან თავში ვიკავებ. მე მოვამზადეო სტატია მოვამზადეო ანგარიში, სადაც ჩამოთვლიაო 762 მოწმე, რომლებმაც პირადად შეიჯახენ ამოუცნობ ფრინავ ობიექტებს. მე მათ დავუსახელე გვარები 23 ადამიანისა, რომლებიც უნდა მოეწვიათ ამ საქმის გამოსაძიებლად, რადგან ისინი იყვნენ მაღალთანადობობის პირები და ქონდათ წყაროსთან პირდაპირი კონტაქტი. ამის მაგივრად ისინი იზიდავენ ისეთ ხალხს, რომლებსაც პირდაპირი ინფორმაცია პირდაპირი წყაროდან არ აქვთ, თვითონა არ აქვთ პირველ წყაროსთან და ან არიან ისეთი მოწმეები, რომლებაც მიიღეს ეს ინფორმაცია სხვა მოწმეების ნათქვამიდან, როგორც მისტერ გრუშის შემთხვევაში თანხა არ იყო გამოყოფილი ამ საქმის გამოსაძიებლად, თუმცა
ბევრჯერ იყო გაგზავნილი მოთხოვნა, მაგრამ დღემდე ეს მოთხოვნა არა დაკმაყოფილებული. ადამიანს, რომელიც ხელმძღვანელობდა სენატურ კომისიას ამ მოვლენების გამოსაძიებლად, უთხრეს, რომ მას შეუძლია ამას დახარჯოს მხოლოდ 10% თავისი დროიდან, თუმცა მას უნდა 30 ადამიანი, რომლებიც ამაზე დახარჯავდნენ 100%-იან თავისი დროის 100%-ს, ისინი ცდილობენ ამის გარკვევას ჩქარა და იაფად, მაგრამ როდესაც მაგათმა შეეცადნენ ფინანსები გამოიყოთ, რომ როგორც საჭირო ისე ჩაეტარებინათ ეს საქმე, მათ უთხრეს ვარი და მე ამას ვაკვირდებოდი და მე არავის გამართლებას არ ვაპირებ არცეთი მთავრობის. არიან მოწმეები, რომლებიც უნდა გამოიძახონ, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. ამის მაგალითად ისინი ისეთ ხალხს უძახებენ, რომლებსაც საერთოდ არაფერი იციან, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მათ არ აქვს ნამდვილი გამოძიება. მე ვგულისხმობ იმას, რომ ისინი არიან დილიტანტები. გახსნა და ინფორმაცია, რომლესაც მივიღებთ ჩვენ გამოყოფილი ხალხისგან, გამოქცეული ხალხისგან, მიიქცევს ყურადღებას ყველასი, ვინც ზის ვაშინგტონში, ლონდონში, რუსეთში და მთელ სამყაროში, რადგან ეს იქნება ნამდვილი მასალა და სპეცნაზელები, რომლებიც მართავდნენ ამ ობიექტებს და პრაქტიკულად იყვნენ ჩათრეული ამ საქმეში, იმის ჩათვლით, რომ ამ აპარატებს აგდებდნენ და ევაკუაციას უკეთებდნენ აპარატებს და ეს უკვე ვარაუდი კი არა, ეს გამოდის ტკისებულება და მე ფიქრობ, რომ ეს არის საწყისი ახალი ერისა, რომელიც ცდილობა იქნება ჩაატარონ ნამდვილი გამოძიება. კი, ამ 10 წლეულობის განმავლობაში იყო რა ცდილობები, რომ გახსნა ყოფილიყო, რომ გაესაჯაროვებინათ ეს სიმართლე, მაგრამ უმრავლესობა ჩინოვნიკებისა, ვინც იქ ზედა ეშელონებზე ზის, იყვნენ დიდი ნაწილი მათგანისა იყვნენ კორუმპირებულები, როგორც ისრის ოფისი, რომელსაც ხელმძღვანელობდა დოქტორი პატრიკი, იყო სხვა ცდილობებიც, მაგალითად კომიტეტი პრეზერვატივების კომიტეტი 1960-50 წლებში რა მნიშვნელობა, რობერტსონის კომისია 1953 წელს, მაგრამ ისინი ყველა იყვნენ კორუმპირებულები. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები თერეუსი, რომელიც ამტკიცებს, რომლებიც მიიღეს აგენტებისგან, რომლებიც გამოიყურებიან როგორც მეცნიერები და ხელფასს იღებენ თერეუსგან. ეს საბუთები არის ჩვენ არქივში და თუ ვინმეს მოუნდება მაგის ნახვა, ჩვენ შეგვიძლია მათ წარუდგინოთ. მაგრამ მთავარი პრობლემა შედგება იმაში, რომ ეს ცდილობა ადამიანების გაფრთხილებას, რომ ეს სინამდვილეში მართლა მოხდება და მე არ ამერჩევია ეს თარიღი, მე ამას ელაპარაკებოდი რამდენიმე მაღალ თანამდებობის პირებს, მინისტრებს. ეს თარიღი აირჩიეს როგორ გითხრათ, პირებებში კი რომლებაც გადაერბინეს სხვა ბანაკში, ესე იგი ეს ის ბანაკია, რომლებსაც უნდა საჯაროდ მოხდეს გახსნა. სიკეთის და სიმართლის ხარეს ვინც არის. მაგათმა დანიშნეს, მაგათ დაუნიშნიათ ეს თარიღი, როდესაც უნდა მოხდეს გახსნა. დღევანდელი დღიდან იანვრის დაწყებამდე ეს არის პერიოდი, როდესაც ამათმა ეს ამბავი უნდა გააკეთონ, თუ ამ ასე ვთქვათ, სიკეთის და სიმართლის მებრძოლებს არ მოკლავენ, ან არ დაიჭირავენ იმ ადმინისტრაციას, რომელიც მუშაობა შეუდგება 20 იანვარს, აქვთ ძალიან რთული დავალება. ამიტომ მე ვცდილობ ეს ხალხი ჩავაყენო საქმის კურსში, თუნდაც იყვნენ ინფორმირებულები, როდესაც ეს ყველაფერი ამოტიტივდება და ეს ყველაფერი მოხდება, მე არ მინდა ხალხი აღმოჩნდეს გაუგებრობაში, ჩავარდნენ პანიკაში და ამიტომ მე ვცდილობ ყველა გავაფრთხილო. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვსო, მემარჯვენეები არიან თუ მემარცხენეები
და თუ ეკუთვნიან რაღაც პოლიტიკურ წრეებს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ამბობს სტივენ გრირი. არ მინდა რომ ამერიკა ან სხვები ქვეყნები დავნილობაში ჩავარდნენ ამ ინფორმაციის მიღების მომენტში ან ამ ინფორმაციის გახსნის მომენტში ან ну შეიძლება რაღაც რამე მოხდეს ხო ამ ამბებთან შედარებით არ მინდა რომ სხვა ქვეყნებიც მოხდნენ დავნილობაში მინდა რომ იცოდნენ მზად იყვნენ ამ ინფორმაციის რომ ელოდებოდნენ რომ ეს მოხდება რადგან თუ უვიცობის შეიძლება უვიცობის გამო ეს ქვეყნები მოხდნენ დეზინფორმაციის წნეხის ქვეშ და შეიძლება სხვაგანად წავიდეს ყველაფერი ამ ქვეყნებში რადგან ხომ იცით დაჩინებული ხალხი ყოველთვის უშვებს შეცდომებს ხალხს უნდა ესმოდეს თუ რამდენად საშიშია ეს ყველაფერი ამ ეს გეგმა იყო შემუშავებული 1973 წელს და 50 წლის თავზე უნდა მოხდარიყო ეს ყველაფერი ამიტომ ჩვენ უახლოვდებით იმ დღეს როდესაც ეს უნდა მოხდეს და ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამ ცრუ დეზინფორმაციას და ვცდილობთ მივცეთ ადამიანებს და მედიას ორიენტირები აგრეთვე ჩვენ ლიდერებს თუ ჩვენ რა გველოდება ოქროხანის გაგებით და ის ოქროსქანა შედგება ამ ოპტიმიზმით სავსე ინფორმაციის გახსნაში გართულებების გარეშე კონფლიქტების ომების და შეერაღებების კოსმოსში შეერაღებების გარეშე და თუ მოიგებს ნარატივი უცხოპლანეტელების შემოჭრაზე რომელსაც მოყვება შიშები, ომები, კონფლიქტები, ეს იქნება ყველაზე უარესი გზა, მაგრამ თუ მოიგებს სხვა ნარატივი, ეს იქნება მშვენიერი დრო დედამიწაზე, ახალი ერა, რომელიც მოგვიტანს თავისუფალ ენერგიას, სიღარიბის ბოლო, ეს მოგვიტანს სუფთა გარემოს სამყაროს და ჩვენ უნარებს შვიდად ვითანამშრომლობთ ამ ამოუცნობ ობიექტებთან, აპარატებთან და მომავალში ხალხი გახდება პლანეტებს საშორისო არსებები, პლანეტას საშორისო არსებები, ესე იგი, შედეგები იქნება იქიდან გამომდინარე, უბრალოდ იქიდან გამომდინარე თუ რომელ გზას აირჩევენ ან რა იქნება თქმული, აქედან გამომდინარე შედეგებიც ასეთი იქნება, ამიტომ სტივენ გრირი თხოვს ჩვენ ყველას, ეს ეხება საქართველოსაც, დეზინფორმაციას თავი მოარიდონ და ეს არ ვიცი საქართველოში თუ იყო გამოჩენა, თუ იყო ამოუცნობი უკონტაქტო პილოტების, საფრენი აპარატების დემონსტრაცია, მაგრამ არა საქართველოს გამონაკლისი და ეს სიტუაცია როგორ განვითარდება ამ სიტუაციიდან გამომდინარე შედეგი განსაზღვრავს თუ როგორი მომავალი ექნება კაცობრიობას. წამყვანი წარმოგიდგენს რაღაც მასალას დახედეთო ამას აგერ თქვენ გაჩვენებთ მე მოიცადეთ ჩაგირთავთ Стоит ли разоблачителям бояться последствий, или теперь они могут чувствовать себя в безопасности, ведь закон принят? Ну, я знаю, что закон принят и дает разоблачителям возможность выступить, не опасаясь преследования проблем, потери сбережений, пенсии и так далее. Но все равно это немного щекотливая тема. Сенсационное заявление об НЛО. Бывший сотрудник разведки США, ветеран ВВС, утверждает, что секретная программа скрывает доказательства существования инопланетных кораблей. Именно закон, принятый в декабре прошлого года,